პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური. ეს არის ახალი 12-ზე სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად. გამარჯობათ. ამ წუთებში რუსთავის მე-11 საშილ აღსრულების დაწესებულებასთან პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები იკრიბებიან. რამდენიმე პატიმრის ოჯახის წევრმა ირწუხელ ღამე დაათია უცვლელი რჩება პატიმრების მოთხოვნა მათ ციხის ადმინისტრაციის შეცვლა სურთ. თემაზე ჩვენი კორესპონდენტი თამარ გორგესაშვილი მუშაობს. ოდნავ მოგვიანებით ჩვენ მას პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. მანამდე დღის სხვა მოვლენები ფოთში კვლავ დაძაბულობა პორტის 300-მდე თანამშრომელმა უვადო დაფიცვა გამოაცხადა. ამ წუთებში ისინი პორტის შესასვლელთან არიან შერყრებილი. დაფიცულები პორტის მენეჯმენტს ხელფასების დაზრდისა და ღირსეული სამუშაო პირობების შერქმის თაობაზე პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, ფოთის პორტის თანამშრომლები 10 ოქტომბერს დაიფიცნენ და სამუშაოს ხელმძღვანელებისგან მიღებული პირობის შემდეგ დაუბრუნდნენ, რომლის მიხედვით დაეზრდებოდათ ხელფასები, შეიქმნებოდა ღირსეული სამუშაო პირობები და გაფორმდებოდა ახალი შრომითი ხელშეკრულებები. დაფიცულები აცხადებენ, რომ დღემდე არც ერთი პირობა არ შესრულებულა. რას ითხოვენ ამჯერად ისინი ფოთის პორტიდან პირდაპირ ეთერში ლაშა ზარდინა ვარ გვიერთდება. ლაშა მოგესალმებით, ისმენთ. სოფო, როგორც შენ აღნიშნე, უკვე დაფიცულები აქ დილიდან შეიკრიბნენ, მათი რაოდენობა ყოველ წუთას იზრდება. ამ დაფიცულთა რაოდენობა იზრდება იქიდან გამომდინარე, რომ არა მარტო ის ადამიანები, ვინ ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს სამსახურების სამსახურების თანამშრომლები არიან დღეს დაფიცულები, არამედ სხვა ნავმისადგომების თანამშრომლები, რომლებიც ასევე არიან უკმაყოფილო თავიანთი სამუშაო პირობებით და ხელფასებით. როგორც ისინი აცხადებენ, არაპირებენ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას, მანამ სანამ არ იქნება კონკრეტული მესიჯები ფოთის პორტის მენეჯმენტის მხრიდან. მათ დღეს ჰქონდათ ცდილობა, რომ შეხვედროდნენ პორტის მენეჯმენტს, თუმცა ამ დრომდე მათ მოთხოვნას არავინ გამოხმაურებია ფოთის პორტის დირექციიდან. როგორც დაფიცულები ამბობენ, არც ერთი მოთხოვნა 7 პუნქტიანი შეთანხმებიდან, რომელიც 13 ოქტომბერს გაფორმდა, ამ დრომდე მიღწეული არ არის. ჩვენ ახლა შეგვიძლია მათი მოთხოვნები პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. 25-ში ქონდა გამაფრთხილებელი აქცია. მის შემდეგ ეცადეთ მოლაპარაკებას და ორდღიანი ბოლო ამთვის ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ ვერ მივახციეთ ვერავითარ შედეგს, რასაც ელოდებოდა კოლექტივი და ეს არის კოლექტივის გადაწყვეტილება. საერთო აქ ყველა ორგანიზაციები არის გაერთიანებული, სანამ რეალური ნაბიჯი არ იქნება გადადგმული ადმინისტრაციის მხრიდან, ხალხი არაპირებს მუშაობას. როდესაც დაგვიწყეთ 10 ოქტომბერს ჩვენ ეს ამ აქციის ჩატარება, უშუალოდ ვერ მივახციეთ ვერანაირ შეთანხმებას პორტის ხელმძღვანელობასთან. ანალოგურ სიტუაციაში ვარ დღესაც ვერ მივახციეთ შეთანხმებას და დღეს ჩვენ უვადოთ ვაპირებთ მთლიანად პორტის პარალიზებას. დღეს ჩვენ საშუალება ჰქონდა გავსაუბრებოდით ფოთის პორტის გენერალურ დირექტორს ჯოზეფ კროულის, რომელმაც აღნიშნა ჩვენთან საუბარში, რომ საგაბიცო კომიტეტის წევრებთან მას გუშინ ჰქონდა შეხვედრა, საღამოს შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც პორტის თანამშრომლებს დაესწრებათ ხელფასები. მან ასევე ისაუბრა შრომითი ხელშეკრულებების შესახებ, როგორც ის ამბობს, უკვე 1 იანვრამდე ყველა თანამშრომელს, რომელიც არის ფოთის პორტში დასაქმებული, იურიდიული ფორმით გაუფორმდებათ ხელშეკრულებები. ჩვენ ახლა შეგვიძლია ჯოზეფ კროულის კომენტარი პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. ჩვენ გვესმის, რომ თანამშრომლებს აქვთ პრეტენზიები, მაგრამ არ მესმის, როცა ისინი ამბობენ, რომ დირექციისგან კონკრეტული პასუხები არ აქვთ. ჩვენ მათ გუშინ საღამოს მივეცეთ პირობა, რომ რეზერვის თანამშრომლებსაც კი გაეზრდებათ ხელფასი 40%-ით, ხოლო ხელშეკრულებები გაფორმდება ყველა მათგანთან 1 იანვრამდე. ჩვენი იურისტები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ. როგორც თქვენ ხედავთ, აქ არის უამრავი ადამიანი შეკრებილი და როგორც აღნიშნეთ, ისინი დაშლას არაპირებენ, მანამ სანამ ფოთის პორტის მენეჯმენტიდან არ ექნება კონკრეტული პასუხები. თქვენ ალბათ ასევე გესმოდათ პირდაპირ ეთერში, რომ მათ უერთდებიან ფოთის ნავმისადგომზე მდგარი გემების ეკიპაჟის წარმომადგენლები საყვირების მეშვეობით. აქვე არიან შეკრებილი რიგითი ფოთელები და ის ადამიანებიც, რომლებიც წინა თვეებში განთავისუფლდნენ ფოთის პორტიდან და ისინი დარჩებიან აქ მანამ სანამ როგორც უკვე აღნიშნეთ, ფოთის პორტის მენეჯმენტი მათ მოთხოვნილებებს არ გაითვალისწინებს. სოფო. მადლობა ლაშა, ეს იყო ლაშა ზარდინავა. ფოთიდან პორტის თანამშრომლების გარდა კი ფოთში ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომლებიც არიან დაფიცული. სამედიცინო პერსონალის პროტესტის მიზეზი საავადმყოფოდან ოფთალმოლოგ ლია ცომაიას გათავისუფლება გახდა, რასაც ექიმები პოლიტიკური ნიშნით დევნა და ბოლშევიკური მეთოდებით ანგარიშწორება დაფასებენ. ამ დროისათვის ექიმები მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების პაციენტებს ემსახურებიან და აცხადებენ, რომ დაფიცვას ლია ცომაიას სამსახურში აღდგენა
დღევანდელიანამდე გააგრძელებენ მათივე ინფორმაციით რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზე განსხვავებული მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს ყელყურის ექიმი არსენა ტუღუშიც, რაფიცულებით დღესვე შექმნიან საორგანიზაციო კომიტეტს, რომელიც პარლამენტში მოსმენებს დაესწრება და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდება სიტუაციის გამოსწორებას. მეტპერსონალი ამის შემდეგ ელოდება. ძალიან მნიშვნელოვანი ორი პრობლემა. ერთი, განსხვავებული მოსაზრებების გამო, ანუ პოლიტიკური მოსაზრებების გამო, გათავისუფლება ექიმების უკანონოდ. მეორე, ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც უკავშირდება ალდაგის მმართველობას და გარკვეულ მონოპოლიებს, რომელიც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ექიმებს. ჩვენ ვიყავით ქალბატონ ნიკა ბესელიასთან 4 ექიმი, რომ მოგვეხსენებინა ჩვენი პრობლემები. ჩვენი პრობლემები აქ ძირითადად არის ის, რომ არის ასეთი, არის ნიშნები პოლიტიკური დევნის. აჭარაში დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებენ უმაღლეს საბჭოში. ეს პროცედურა ამ წუთებში იწყება. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გიორგი თავართრილაძე ხელმძღვანელობს, რომელიც აქამდე VTB ბანკის აჭარის ფილიალის დირექტორი იყო. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ნუგზარ სურმანიძე ჩაიბარებს, რომელიც დღემდე ამავე სამინისტროში მუშაობს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დია თავამაიშვილი იქნება. ის აჭარაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს ხელმძღვანელობდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზაურ ფუტკარაძე ხელმძღვანელობს, რომელიც კერძო ბიზნესის ფერმერთა სახლის მფლობელია. კანონის მიხედვით მთავრობის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭო ამტკიცებს. მთავრობის ახალი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ მინისტრების დამტკიცების შესახებ თანხმობის ელექტრონული ვერსია თბილისიდან გუშინ მიიღო. ჩვენ იმიტომ რომ ფაქციის სახით ლაპარაკო? დიდი მადლობა. შეიძლება შეუშალოთ ბიუროს სწავლების დროს. შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს სწავლამ ვერ გვესწრება რა თქმა უნდა. იუსტიციის მინისტრისა და უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრის დასრულების შემდეგ დეწულუკიანი აცხადებს, რომ კონსტანტინე კუბლაშვილთან ერთად მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, მათ შორის მოსამართლეებისთვის ხელფასის დაზრდის საკითხიც. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სხვადასხვა საკითხების გადასაჭრელად ისინი ისევ გამართავენ სამუშაო შეხვედრას. მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ და ეს იყო წმინდა წყლის სამუშაო შეხვედრა. კიდევ გამართავთ ხომ? რა თქმა უნდა, სამუშაო შეხვედრების გამართვაზე შევთანხმდით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აეროპორტსაც დააკონტროლებს. პრეზიდენტმა პირადად მიიღო გადაწყვეტილება ცვლილება შევიდეს შესაბამის ბრძანებულებაში. აქამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს თბილისის აეროპორტში სამთავრობო დარბაზის პირველ და მეორე სალონებსა და დასასვლელებში მხოლოდ წესრიგისა და დასაცავი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებოდა. დღეიდან კი ამ სამსახურის მოვალეობა იქნება სამთავრობო დარბაზით მოსარგებლე მგზავრების შესაბამისი სერვისის ფუნქციონირების უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, სამთავრობო დარბაზის პირველი სალონით და დასასვლელით სარგებლობენ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, კათოლიკოს პატრიარქი, უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზემოაღნიშნულ პირთა ოჯახის წევრები და მათ მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების თანამდებობის პირები, ასევე დელეგაციები სამთავრობო დარბაზის მეორე სალონით და დასასვლელით აღმასრულებელი ხელისუფლების დანარჩენი წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სარგებლობენ. ჭიათურ მანგანეზის თანამშრომლები რამდენიმე დღიანი გაფიცვის შემდეგ თბილისში ჩამოდიან. ისინი დილიდან მთავრობის კანცელარიაში მივიდნენ და ახალ მთავრობას კონკრეტული მოთხოვნა წაუყენეს. მათ სურთ შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელიც ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობას გამოიძიებს. როგორც მაღაროელები ამბობენ, ბოლო წლების განმავლობაში გაუსაძლისი სამუშაო პირობები ჰქონდათ. კომპანია კი თანხების არამიზნობრივად ხარჯავდა. სამუშაო პირობების გაუმჯობესების და ხელფასების გაორმაგების მოთხოვნით ჭიათურაში უკვე მე-17 დღეა მაღაროელები შემშილობენ. დაფიცულები უკვე შევიდნენ კანცელარიის შენობაში. დეტალებს რურამ რობროვას შევიტყობთ. ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება გურამ მოგესალმებით. დიახ, ჭიათურელი მაღაროელების წარმომადგენლები დაახლოებით 3 ადამიანი უკვე შეხვდა კანცელარიის მოქალაქეთა მიღებისა და წერილების სამმართველოს უფროს მამუკა ასათიანს. მათ გააცნეს კანცელარიის ამ სამმართველოს უფროს საკუთარი მოთხოვნები და ამ დროისთვის უკვე მაღაროელები, რომლებიც განაგრძობენ აქციას კანცელარიის წინ, შეიმუშავებენ წერილს, რომელიც იქნება ბიძინა ივანიშვილის სახელზე და ამ წერილში დაფიქსირდება მათი მოთხოვნები. ძირითადი მათი, ასე ვთქვათ, ის საკითხები, რაც მათ აწუხებს, არის გაუსაძლისი პირობები, რომელიც არის შექმნილი მაღაროში, როგორც ისინი აცხადებენ, მათ არ აქვთ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, ასევე არ არის მოწესრიგებული ვენტილაციის სისტემა და ზოგადად მათ უწევთ ჯორჯიან მანგანეზის კომპანიის მმართველობის პერიოდში ძალიან მძიმე პირობებში ყოფნა.
უსაფრთხოების წესები არ არის დაცული მაღაროში. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ იმ მაღაროელების კომენტარები, რომლებიც გუშინ ჩამოვიდნენ თბილისში, მათ თავდაპირველად გამართეს აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან, შემდგომ კი აქ კანცელარიასთან გადმოინაცვლეს და როგორც ისინი აცხადებენ, ასევე მათ დღესვე შემოუერთდებიან სოლიდარობის ნიშნად სტუდენტები. რა თემაზე წავა საუბარი, მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ ჩვენი თავისთავად ჩვენი გულისტკივრებს გავაცნობთ აუცილებლად. და კიდევ მივუთითებ, რომ კომისია იყოს თუ ხელეწიფება, გამოგვიგზავნონ კომისია და მოგხედონ რა ჭიათურაში ძალიან ურთულეს მდგომარეობაში არის უკვე 15 ქალი შეუერთდა მждომარე აქციას და უკვე შიგნიზიან მაღაროში ის 15 ქალიც. ჩვენ ჩამოვედით ჭიათურიდან ჯორჯი მანგანეძის თანამშრომლები. მოთხოვნები გვაქვს, რომ გაუსაძლის პირობებში გვიწევს მუშაობა და პირობების გაუმჯობესებას ვითხოვთ ხალხის მატებას და როცა ინიციატივა ჯგუფი უნდა შეიქმნას ეს საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს ჯორჯი მანგანეძის საქმიანობას. ვართ გაფიცულებით 15 ოქტომბრიდან და ამაზე არ არის არავითარი რეაგირება, არ ხდება ჩვენთან შეხვედრები იყო, მაგრამ არაფერი წინსვლა არ არის და სურს ამჟამად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა. პარალელურად ჭიათურაში პატარიძის სახელობის მაღაროში უკვე მე-14 დღეა მიმდინარეობს შიმშილობის აქცია, რომელსაც აქ მყოფი მაღაროელების ინფორმაციით დღეს უკვე ქალბატონებით შეუერთდნენ. უკვე ეს აქცია, როგორც ისინი აცხადებენ, მიიღებს უფრო ფართო მასშტაბს და გაგრძელდება საზოგადოების სოლიდარობის კუთხით. მათ იმედი აქვთ, რომ დღეს სტუდენტებთან ერთად საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდებიან ამ პროტესტს. 6 კილომეტრია მიწისქვეშ ეს მაღარო, რომელშიც ამ დრომდეც იმყოფებიან 2 კვირაზე მეტია მაღაროელები და როგორც უკვე გითხარით, იქ ქალბატონებით შეუერთდნენ ამ აქციას. მადლობა გურამ როგორ საუბრობდა პირდაპირ ეთერში ჭიათურელი მაღაროელები თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ და პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს. ისინი ბოლო დროს მათ წინააღმდეგ შანტაჟსა და მუხარაზე საუბრობენ. რეზიდენციასთან გამართული აქციის შემდეგ მაღაროელებმა სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში აპირებდნენ დარჩენას. მაღაროელები უახლოეს დღეებში ჭიათურაში დაბრუნებას არ აპირებენ და საპროტესტო აქციებს თბილისში გამართავენ. მათ მხარდასაჭერად და მათი უფლებების დასაცავად აქციაზე სოციალ-დემოკრატების წარმომადგენლები მივიდნენ, მათი თქმით მაღაროელებს შრომის შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. ჩვენი ინვესტორი, უშუალო ინვესტორი ვინაა, ჩვენი გვეუბნებიან, რომ ამერიკული ინვესტიციაა ჩადებული, მაგრამ არ ვიცით ეს ამერიკული ინვესტიცია ვინსთან გაფორმდა, როგორ გაფორმდა, ხელშეკრულებაში რა არის ჩადებული, რა პირობებში უნდა იმუშაოს პიროვნებამ, რა ფასივად უნდა იყოს და არის დაქირავებული. ჭიათურელი მაღაროელების მოთხოვნა, რომ მათ კონდეთ მათი შრომის შესაბამისი და ღირსეული ანაზღაურება არის აბსოლუტურად სამართლიანი და ლეგიტიმური. კერძო კომპანიას აქვს ასე ვთქვათ, იმდენი მოგება, რომ მას შეუძლია ძალიან ადვილად ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ, ვინაიდან არ უნდა დაუშვათ პრეცედენტი, რომ ხალხის ასე შრომელი ადამიანების მოთხოვნა დაკმაყოფილდება გაიმარჯვებს, ვინაიდან ეს მათთვის საშიშია, ისინი ვეღარ მოექცევიან შემდეგ ადამიანებს როგორც მონებს. როგორ უბრუნებენ ქონებას იმ კანონდარღვევებს, რომელთაც ბრალდებები და ყადაღა დღემდე არ მოხსნიათ. საუბარია ქართული ოცნების შემომწირველ 82 ფიზიკურ პირზე, რომელთაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქონება დაუბრუნა, თუმცა სასამართლოში მათი საქმის მსვლელობა არ შეჩერებულა. ქონება და ანგარიშებითი კვლავ დაყადაღებულია. იურისტები აცხადებენ, რომ პროკურატურას ოფიციალურად უნდა მიმართოს აუდიტი სამსახურმა, რითაც ფაქტობრივად აღიარებს, რომ თავის დროზე უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო აუდიტის სამსახურში კი პროცესებში ჩარევას. არაპირებენ, იქ აცხადებენ, რომ ყადაღის მოხსნის საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს უფლებამოსილებაა. ქართული ოცნებისთვის 36,000 ლარის შეწირვისთვის ავთანდილ დავითაძეს 2 სახლი, აგარაკი და იარაღი ჩამოართვეს და ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს. დღეს ეს ქონება კვლავ მის სახელზეა, თუმცა ისევე როგორც ყველა მისი ანგარიში უძრავ-მოძრავი ქონებაც დაყადაღებულია. ეკონომიკის სამინისტროდან გადმომეცა ისევ მე, მაგრამ ვინაიდან დღეს არ არის გაუქმებული სასამართლო გადაწყვეტილება, რის საფუძველზე 206,000 ჯარიმა გამომეწერა, ეს კერძო საკუთრება ჩემთვის ჯერჯერობით მოუხმარებელია. არა მაქვს უფლება გავყიდო, არა მაქვს უფლება გავაქირავო, არა მაქვს უფლება ბანკში მაგალითად იპოთეკური რაღაც ცესხი ავიღო და მოვახმარო ჩემს ოჯახს. ეს ამას ქვია გაქვს, მაგრამ არა გაქვს. სასამართლოს მიერ უკანონო შემომწირველად ცნობილი გიგაბუკია ამბობს, რომ ქონება კანონდარღვევით ჩამოართვეს, ასევე ხდება მისი დაბრუნებაც. მე საჩელი შემაქვს უწყების წინააღმდეგ, ეს არის დღეს უკვე აუდიტად ცნობილი ყოფილი კონტროლის პალატა, მისი ხელმძღვანელის ბეჟაშვილის წინააღმდეგ, ხალბატონი მოგელაძეს წინააღმდეგ და იმ მოსამართლეების წინააღმდეგ. თავად კონტროლის პალატის ყოფილ ხელმძღვანელს ამ თემაზე საუბარი არ სურს და კამერებს გაურბის.
ხარ ვიცი ხა მაგთემაზე უნდა მოვაკეთო სამსახურს და გაგცემენ ადეკვატური დაბლების პირები. აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ჩამორთმეული ქონება კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნეს, თუმცა ამაზე მეტი მათ არ შეუძლიათ. აღსრულების ეროვნულ ბიუროს კომპეტენციაში არ შედის ყადაღების მოხსნა და საახსრულო წარმოების მიმდინარეობის დროს საქმის შეწყვეტა, აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვს სასამართლოს. როგორც იურისტები განმარტავენ, სასამართლოში შემწირველი პირების წინააღმდეგ საქმის შესაჩერებლად და ქონებაზე ყადაღის მოსახსნელად აუდიტის სამსახურმა ოფიციალურად უნდა მიმართოს პროკურატურას. თუ აუდიტის სამსახური ამას მიმართავს, პროკურატურას თავისი ინიციატივით უნდა მიმართოს და მაშინ მან უნდა აღიაროს თავის შეცდომა. რაც ამ შემთხვევაში საერთოდ სხვანაირ პასუხისმგებლობას გამოიწვევს და სხვა შედეგებს მიიღება. წინა საარჩევნოდ უკანონო შეწირულობის მოტივით 84 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. მათი ერთობლივი საჩივარი მთავარ პროკურატურაში რამდენიმე დღეში შევა. თბილისის ჰამქარი იმელის შენობის გადახურვას და ნაგებობისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის აღდგენას ითხოვს ორგანიზაციის წევრი სალეკო ელისაშვილის თქმით, შენობას 4 წელზე მეტია ახდილი აქვს სახურავი, წლების განმავლობაში შენობაში წვიმს და თოვს, შესაბამისად ზიანდება ინტერიერი. იმელის შენობა არაბი ინვესტორების კუთვნილება, როგორც თბილისის ჰამქრის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი შენობის დანგრევას ელოდებიან, მის ადგილზე კი ახალი მრავალსართულიანი შუშის შენობის დადგმას გეგმავენ. ჰამქრის წარმომადგენლები მერიას მოუწოდებენ იმელის შენობა დანგრევას გადაარჩინონ. მოვითხოვთ, რომ შენობას დაუბრუნდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მე-4 წელია სახურავი აქვს გადახდილი და ბარბაროსი ინვესტორები, როგორც აღმოჩნდა, არიან არაბები, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს. არიან უბრალოდ ბარბაროსები, არ ესმით ამ შენობის მნიშვნელობა, გადახადეს სახურავი, დაამტვრიეს სკარფანჯარა, სართულშუა გადახურვები და აწვიმს ათოს მე-4 წელია. თბილისში კვლავ ნადგურდება მწვანე საფარი ხეები, ამჯერად ქავთარაძის რამზერზე ჩარლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩეხეს ქართული ოცნების გარემოს დაცვის ჯგუფის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ხეებს დაურკვეველი პირები შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე უკანონოდ ჭრიან. ჩხარტიშვილის განმარტებით აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია. ქართული ოცნების გარემოს დაცვის ჯგუფის ცენტრის ხელმძღვანელი უკანონოდ მოჭრილ ხეებთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებს. ეს არის საცოდაობაზე მეტი, ამ ხელა 70 წლოვანი და მეტი 7 ძირი, რაც დავთვალეთ და შეიძლება მეტია ფიჭვები, არის წაქცეული და მორებად ქცეული. ამ შემთხვევაში დანაშაულთან გვაქვს საქმე, თუნდაც ფორმალური თვალსაზრისით. ამაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ჩემი გამოსხადების შემდეგ არანაირი ნებართვა მათ არ წარმოუდგენიათ, ვინც ამ ულამაზეს ხეებს შეხავდნენ. ისინი გაიქცენ უკან მოუხედავად ტერიტორიიდან, მანქანა იყო ებელის ფირმის ჯიპი. ბიზნესმენი თემურ კვარაცხელია ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნეს ტერორზე საუბრობს. საქმე ეხება 10 მილიონიან ინვესტიციას, რომელიც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა 2003 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში ბიზნესში დააბანდა. კვარაცხელია აცხადებს, რომ მებრეალმა ბიზნესმენმა, რომლის უკან ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭეზერაშვილი იდგნენ, საკუთარი ბიზნესი წაართვეს ორთაჭელაში მდებარე 1400 კვადრატული მეტრის მოცულობის ტერიტორიას. თემურ კვარაცხელიას ებრაელი ბიზნესმენი სასონ ჰოკი ამჟამადაც ედავება. კვარაცხელიას თქმით, ორთაჭელაში 5 სართულიანი შენობით პირადად ჭეზერაშვილი და ადეიშვილი იყო დაინტერესებული ძალადობით და ზეწოლით წართმეული ქონების დასაბრუნებლად. კვარაცხელია პროკურატურას მიმართავს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც მე ჩამოვედი უცხოეთიდან, თვლი რომ მთელი ქვეყნის რეჟიმი უკანონო და სასტიკი ფორმებით მებრძოდა. მე თვლი რომ შელახულია ჩემი საკონსტიტუციური უფლებები, ღირსების ცხოვრების საშუალება არ მომეცა. მე უამრავი პროექტები მქონდა რომ სიკეთე მეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ ამის საშუალება დღევანდელმა რეჟიმმა, იმ ყოფილმა რეჟიმმა არ მომცა ამის საშუალება. აქ არის იზულება, თაღლითობა და სხვისი ნივთის მითვისება. აი ამის გამო ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ პროკურატურას მიმართავთ, რა თქმა უნდა, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში შეუძლებელი იყო ჩვენ რაიმესთვის მიგვეღწია და აქედან გამომდინარე, თავარ პროკურატურას ამ დღეებში ჩვენ გაუგზავნებთ ამ განცხადებას. პროკურატურას მიმართავენ სტუდენტებიც და ამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია 1 წლის წინ მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს. ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით 2011 წლის 26 ოქტომბერს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის კაბინეტთან მოშიმშილე 3 სტუდენტი თვითმმართველობის წევრებმა მოიტაცეს და სოფელ ცერქვში ავტომობილიდან გადაყარეს. ალექსანდრე კობაიძე და ამნაშავეთა გვარებსაც ასახელებს. მისი თქმით, რატაცებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ თვითმმართველობის მაშინდელი პრეზიდენტი გიორგი კალდუნაშვილი, დაცვის უფროსი რეზო კულაშვილი და თვითმმართველობასთან დაახლოებული პირი ბორის დიტლენდია. სტუდენტები ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავების დასჯას ითხოვენ.
უკმაყოფილება პოლიციის მისამართით მესტის რაიონის სოფელ ლენჯერში 10 დღის წინ დაჭრილი ლალიცა აბას ოჯახი სამართალდამცველებს უმოქმედობაში ადანაშაულებს. დაზარალებულის მეუღლის მურმან გულედანის თქმით პოლიცია მათ სახლში მხოლოდ ერთხელ იყო მისული და სარქმის გამოსაძიებლად მას შემდეგ არანაირი ღონისძიება არ ჩაუტარებია. ოჯახის წევრები ასევე აცხადებენ, რომ სამართალდამცველებს სახლში არ ჩაუტარებიათ სარდამოძიებო სამუშაოები, საქმეში არ არსებობს ეჭვმიტანილიც. დეტალების დარკვევა მეცხრე არხმა მესტიის პოლიციის ნაყოფილებაში სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. 20 ოქტომბერს სოფელ ლენჯერში ლალიცა აბა საკუთარ საცხოვრებელ სახლში უცნობა ნიღბიანმა ცეცხლსასროლი იარაღით 4 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადრილიდან მიიმალა. ეს შემთხვევა მოხდა იმ საღამოს მოვიდნენ და ჩვენ ეს ავადმყოფი დაჭრილი წავიყვანეთ საავადმყოფოში და ისინი დარჩნენ აქ ჩემი ბიჭი შეიძლება და სხვები აქ მეზობლები იცეკვენ იმის ვერი არ მოსულა არც ერთი არ დაუკითხეთ და საავადმყოფოში მოვიდა ახალგაზრდა გოგო და გამომძიებელი არისო და ის იმან დაკითხა ჩემი მეუღლე საავადმყოფოში ამ საქმის გამომძიება არის ჩავარდნილი და არ მიმდინარეობს არაფერი სერიოზული მიმდინარეობა არ აქვს ამას და გამოვედი და რაღაცა აფეთქდა მე მეგონა ფეჩი გადაიწვა თქვა და ამ შემთხვევაში თურმე ტყვია მომკვედრია და ეს ვერ გავიგე რომ ტყვია რომ მომხვდა და გამოვიხედე ფანჯრისკენ ვინ ხართ მეთქი თქვენ დაღუპულო რატო დამინგრიეთ ოჯახი მეთქი და ეს რო თქვი და მეორე მომახალა პედაგოგების სკოლის დირექტორის წინააღმდეგ ოზურგეთში სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის არასერტიფიცირებული პედაგოგები დირექტორს არასამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, დირექტორმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და პედაგოგებს საათები გაუნახევრა. ისინი უფლებების შელახვაზე საუბრობენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ დირექტორმა ეს დავალება რესურს ცენტრიდან მიიღო იმ მიზნით, რომ მათ საარჩევნოდ ნაციონალებს მხარდამჭერების მონაცემების შეგროვებაში არ დაეხმარნენ. სკოლის დირექტორი ფიქრობს, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედა მასწავლებლები დირექტორის გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წესით დასაჩივრებას დეკმავენ. ყველასი ტელეფონის ნომერი ვინაიდან გონიათ რომ აი მე გავუშვი. საგაგოჭილო საათები ჩამომერთვა და გადაეცა სერტიფიცირებულ მასწავლებლებს. გაუგნებული დარჩი, ბუნებრივია დაიბადა კითხვა რატომ დაასახელეს მოტივად ის რომ სერტიფიცირებული მასწავლებლები ითხოვენ დატვირთვას, განაკვეთის შესრულებას და რადგან მიიღო ის სერტიფიცირების დანამატი 75 ლარის ოდენობით. ყოველთვის იყო განმარტებული, რომ პირველ რიგში უნდა დატვირთულიყო პედაგოგები, რომელთაც წარმატებით გაიარეს სასერტიფიკაციო გამოცდა. მე ვფიქრობ, მე კანონი არ დამირღვევია, ვიმოქმედე იმ ნორმატიული აქტების შესაბამისად და იმ მითითებების შესაბამისად, რაც ზემდგომი ორგანოებიდან გვეძლეოდა ჩვენ. შენობაში შეჭრის მორიდის შემთხვევა წალკაში სოფელ ავრალოს ეკოლოგიური კატასტროფების გამოცლების წინ აჭარიდან ჩასახლებულები მეორე დღეს სოფლის საჯარო სკოლაში არიან შეჭრილი. მათი ნაწილი 12 წელია წალკიდან საბერძნეთში დაბრუნებული ბერძნების კუთვნილ საცხოვრებელ სახლებში ქირი ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ არჩევნებამდე ადგილობრივი ხელისუფლება სახლების შესყიდვას დაპირდა, მაგრამ დანაპირები არ შესრულებულა. სკოლაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. სკოლის დირექტორის განცხადებით, მან უკვე შეატყობინა მომხდარის შესახებ ადგილობრივ რესურს ცენტრს და განათლების სამინისტროს, თუმცა მათთან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ეკომიგრანტები სკოლის შენობის დატოვებას არ აპირებენ. მოულოდნელად ჩამოვიდა და მეუბნება უნდა დამიცალო სახლი. კიდე უთხარი მეგობრულად ჩვენ ვითანამშრომლობთ, კიდე დაგიმატებ $2000. ოღონდ ახლა ამდენი ნაწყალებისაც წავიდე. არაფერი არ თქვა ბატონმა, წავიდა და მეორე დღეს მოიყვანა პოლიცია. სახელი გადაფორმებული არ ქონდა. გადაფორმებული არ მქონდა, ამიტომ არ მქონდა რომ არ გამომიგზანა იგი, გამოუგზანა მის ნათესავს. წამოვედით იქიდან და ჩამოგვასახლა თავრობამ, მაშინდელმა მთავრობამ. დღეს ის არ უნდათ რომ რაც ვერ მოიკითხეს და ვერ დააკმაყოფილეს ხალხი. ეხლა ვიღაცებს უნდა გადასდონ და ჩვენ ამ პოლიტიკით არ გამოვსულვართ, ჩვენ ვინმეს რამეს არ ვაბრალებთ. ჩვენ თუ ეს ხალხი, ეს ქართველი ხალხი, აქ თუ ესე იგი აღარ ვიქნებით და ჩვენ თუ სახლიკარი თავშესაფარი აღარ ვიქნება, თავისთავად ეს სკოლა დაიხურება, ხო? მენე ჩვენ კი იმას არ უზღუდავთ, ჩვენ შულებს რომ ეს სკოლა დაუხუროთ და შულები არ ვასწავლოთ. იმის გულისა კი არ მოვსულვართ აქ. ჩვენ მოვედი იმის გულისა, რომ ჩვენ გვაგასაჭირი, ჩვენმა შვილებმა ნორმალურ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, ნორმალურად უნდა ისწავლონ, მაგრამ ჩვენ შვილებს ეს არ გააჩნია, ეს ჩვენ შვილებს არ აქვს, ბატონებო.
სინეტიკის თეატრი საქართველოში თეატრი, რომელიც პაატა ციგურიშვილმა ვაშინგტონში 2001 წელს დაარსა, პირველი გასტროლით თბილისში ჩამოდის. დასე ორი სპექტაკლი წარსდება ქართველი მაყურებლის წინაშე, უტერსტო მეფე ლირის სტუმარ მასპინძლის ინგლისური ვერსია, კახი გავსაძის ლეგენდარული როლი და ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი ქართველი მაყურებლისთვის 3, 4, 8 და 9 ნოემბერს რუსთაველის თეატრის სცენაზე იქნება. მე ვარ ჩამოსული აქ 22 სინეტიკის წარმომადგენელით, აქედან არის 16 მსახიობი და აბსოლუტურად არანორმალურად ბედნიერია ყველა. ჩემთვის ძალიან რთული იყო შემერშია რეპერტუარი. 60 სპექტაკლი მაქვს დადგმული. გადავწყვიტე რომ ჩამომეტანა სტუმარ მასპინძელი, ინგლისურად, ამერიკულად დაკეთებული, სტუმარ მასპინძელს, რომელსაც ძალიან დიდი წარმატება ხვდა. ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ სტუმარ მასპინძელი იყო დასახელებული ბოლო 10 წლეულის ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლად. მანანა ტორიაშვილის წიგნის პრეზენტაცია მიხელ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში წიგნში რეჟისორისა და პედაგოგის სარეპეტიციო პროცესია ასახული. ნაშრომს თან ერთვის რეპეტიციის აუდიო ვერსია, ავტორის განცხადებით წიგნი მკითხველს საშუალებას მისცემს დაეცნოს თუმანიშვილის შემოქმედებით აზროვნებას და მუშაობის მისეულ მეთოდს. წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის, არამედ ფართო მკითხველისთვისაც. რეჟისორისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია რეპეტიცია. ყოველ შემთხვევაში ბატონ მიშასთვის იყო რეპეტიცია მნიშვნელოვანი, რასაკვირველი სპექტაკლიც, მაგრამ სარეპეტიციო პროცესი. ამიტომ მისთვისაც, ბატონ მიშასთვისაც იყო ძალიან ღირებული, რომ გამოსულიყო ეს წიგნი და მე დღეს ვარ ბედნიერი, რომ მისი სურვილი ავასრულე. წიგნის მუშაობა დაიწყო 22 წლის წინ, როცა ბატონ მიხეილი გამდა ზაფხულის ღამის სიზმარს შექსპირის მიხედვით და ეს იყო საშინელი წლები, ეს იყო 90, 91, 92 წლები, როცა ქვეყანაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, იყო შიში, განუკითხაობა და მიუხედავად ამისა, თეატრში ბატონმა მიშამ შექმნა ესეთი საოცარი სპექტაკლი, რომელიც შემდეგ ლონდონში შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო დადგმად აღიარეს. ფოლკ რადიო 1 ნოემბრიდან ეთერში განახლებული მაუწყებლობით დავა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაღში ფოლკ რადიოს ახალი საეთერო სეზონის პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით ხალხი უსმენს ხალხურ რადიოს. რადიოს 10 ახალი საავტორო გადაცემა ემატება, რომელსაც ცნობილი სახეები წაიყვანენ, მათ შორის იქნება ანუკა მურვანიძის გადაცემა, რომლისგანაც მაყურებელი საინტერესო რჩევებს მიიღებს. ფოლკ რადიოს ახალი სეზონი იწყება და ახალ სეზონთან ერთად ჩემი გადაცემის ფორმატი შეიცვალა ამ რადიოში. სხვა, ასე ვთქვათ, ადამიანებთან ერთად მე ახალგაზრდებს უმასპინძებ ჩემს ეთერში. ამ შემთხვევაში ვარ მოწვეული, ასე ვთქვათ, წამყვანის როლში. მე მაქვს ჩემი გადაცემა საპნის შოუ, რომელიც იქნება ყოველ სამშაბათს 6 საათზე. ვილაპარაკებ სილამაზეზე, ესეთიკაზე და ყველაფერზე კარგზე. ეს იყო ჩემს ხელს არსებული ბოლო ინფორმაცია. მომდევნო 2 საათის განმავლობაში სტუდიაში ჩემი კოლეგა სოსო კაციტაძე ემუშავებს. ამით მე შაბათამდე გამშვიდობებით. მადლობა რომ გიყურეთ. ნახვამდის.